მინდა ჩემი ქვეყანა, მინდა ახალგაზრდები, განათლება, მეცნიერება, ამაშია საქართველოს მომავალი და ჩემი ახალგაზრდები დგანან იქ და არა რუსულ კანონს ვიძახიან. ბიჭებო, გოგონებო. იყენებენ და გატყუებენ. დღეში ხათ არც იცით რა ხდება, არ იცით რა ხდება. თქვენ კულისებში შეგახედოთ, ახლა შეიძლება რა გააკეთოთ არ ვიცი, ვერ შეგახედებთ აქ, მაგრამ მე ვიყავი ამ კულისებში და ახლა მოგმართავ თქვენ. არა ხართ თქვენ და მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა თქვენი ასაკის ხალხი პოლიტიკაში ერკვეოდეს. არ არსებობს ასეთი ახალგაზრდა სხვა მიზნები აქვს, სხვა საფეხურია, ხვალისთვის ამზადებს თავის თავს და თქვენი დრო რომ მოვა ეს ქვეყანა უნდა მართოთ. არ არსებობს ახალგაზრდები, რომლებიც გეოპოლიტიკაში ერკვეოდეს ღრმად. ესე იგი მოტყუებული ხართ, ან პროვოკატორები ხართ, თქვიეს არის აბონარიდები ჩემი გამოსვლიდან დევს ინტერნეტში, კიდე გეუბნებით მე არ ვფიქრობ, რომ უდიდესი ნაწილი მოტყუებული არ იცით რა ხდება. რა რუსეთი, რის რუსეთი, სადა რუსეთი არის შენი მეზობელი. გიყვარს არ გიყვარს რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს? შენ ხო უნდა იცხოვრო სამხრეთ კავკასიაში, თუ მივდივარ სხვაგან. ნამდვილად. კი, მაგრამ რუსეთი რატომ გაქვს? კითხავსა, რატომ გაქვს რუსეთთან ნომერ პირველი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა იგია შენი ყველაზე დიდი პარტნიორი და ის სულელე ხელშეკრულება გაქვს არაფერი. აი სუფთა სიაბანდი ხელშეკრულება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება რატომ არ არის ევროკავშირი საქართველოს პირველი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი? სად არის ევროპული ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში? სად არის ინვესტიციები სიგლახეში, სიდამპლეში, ხო სწორია? იმ არასამთავრობოებში, იმ პარტიებში, იმ სიგლახეში, განათლების სისტემაში და ასე შემდეგ. მოვერევით ამას, გვექნება არ მოვერევით? სულ ცოტა ხანში ხაზს უსვამ გაეროს განსახლების კომიტეტმა 2050 წელი საქართველოს ყდომის დასაწყისი გადმოიტანა 2032 წლისათვის. ხო, ეს ამძიმე ამბავი. ახლა ძიმეზე კი არ არის, ეს არის დასასრული. ამაზე ლაპარაკობს ხელისუფლებაში ვინმე ჩემი პრეზიდენტი, რაც ლაპარაკობს რუსულ მონობას არაო, ხო?